რატომ არის ცუდი ჩვევების ჩამოყალიბება მარტივი? იმიტომ, რომ მათ დაუყოვნებელი ჯილდო მოჰყვება, რაც სასიამოვნოა. რა არის დაუყოვნებელი ჯილდო დონატის ჭამისას? უბრალოდ კარგი შეგრძნებაა, ტკბილი, შაქრიანი და გემრიელია. თუ ამ ჩვევას ასე ნახევარი წლის განმავლობაში შეინარჩუნებ, შესაბამის საბოლოო ჯილდოსაც მიიღებ, რომელიც არც ისე სასიამოვნო იქნება. მეორე მხრივ, ვარჯიშის დაუყოვნებელი ჯილდო სულაც არ არის ასეთი კარგი. კუნთები გტკივა, სხეულიც ისევე გამოიყურება როგორც ვარჯიშამდე, შენი წონაც დიდად არ შეცვლილა. თუმცა თუ ამ ჩვევას შეინარჩუნებ 6 თვე, 1 ან 2 წელი, საბოლოო შედეგი სასიამოვნო იქნება. იმისთვის, რომ კარგი ჩვევები ჩამოიყალიბო და ცუდ ჩვევებზე უარი თქვა, დაგეხმარება გაარკვიო შენს წარმოდგენაში როგორ გადმოიტანო ცუდ ჩვევებთან დაკავშირებული გრძელვადიანი შედეგები მომავლიდან აწმყოში. კარგად გაიაზრო. ახლა ცოტა გაწვალდე, მაგრამ სურვილი გაგიჩნდეს, რომ მომავალში ეს ჩვევები აღარ გაიმეორო. ასევე, კარგ ჩვევებთან დაკავშირებულ გრძელვადიან შედეგებზე ფიქრი დაგეხმარება გქონდეს მიზეზი, გადალახო ჩვევების ჩამოყალიბების რთული პერიოდი და შეინარჩუნო ეს ჩვევები, რომ სასურველი შედეგები, რომლებიც დაუყოვნებელი არაა, ნელ-ნელა დაგროვდეს. რომ შევაჯამოთ ეს კოგნიტური დისონანსი და ჯილდოების შეუთავსებლობა, კარგი ჩვევების ხარჯი მიმდინარე მომენტშია, ხოლო ცუდი ჩვევების ხარჯი მომავალში.